სულ დავინტერესდები ხოლმე, სულ მაინტერესებს ხოლმე სათქრებიან ქართული ოცნების ყოფილი მაღალ ჩინოსნები. მაგალითად თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ სიამაყით გამოგვიცხადა, რომ ის ტოვებს თანამდებობას და ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცად რჩება. თორნიკე რიჟვაძე სად არის, ხომ არ იცით? ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რიგითი თორნიკე რიჟვაძე ახლა თბილისში არ იმყოფება, ის ბათუმშია, თუმცა ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მას ქვეყანიდან დატოვების შესაძლებლობა სულაც არ აქვს. დიახ, ამ ხმების მოდი მაინც ასე ვიტყვი, თუმცა მაინც სარწმუნო წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ცნობის თანახმად თორნიკე და მისი მშობელი მამა სულაც ვერ დატოვებენ ქვეყანას იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად წოდებულ ბანდიტ ირაკლი კობახიძესთან მათ საკმაოდ სერიოზული უთანხმოება, მაინც ესე ვიტყვი, აქვთ. რატომ აქვთ უთანხმოება? ბატონმა თორნიკემ ცხადია ჩემზე უკეთ იცის, ბატონმა კობახიძემაც, რიგითმა კობახიძემაც, FSB-ს რიგითმა კობახიძემაც ცხადია უკეთ იცის, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის გამორიცხული ბატონი თორნიკეს საქმიანობით არც თუ შორეულ მომავალში დაინტერესდეს საქართველოს ცენტრალური, ანუ გენერალური პროკურატურაც კი. ყოველ შემთხვევაში ამ ცნობის თანახმად, რომელიც მე მაქვს, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, მათ შორის პროკურატურა და მათ შორის სუსი და რასაკვირველია პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე შეიძლება მას მიედაონ არც თუ კანონიერ ქმედებებში იმ პერიოდში, როცა რიგითი თორნიკე, რიგითი ჯარისკაცი თორნიკე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. მაგრამ აჭარის რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რას მიქვია? თლათ საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რომ ჩახედო თორნიკე რიჟვაძის დეკლარაციას, მოდის ვიხდი პარემ ვიტყვი რიგით თორნიკეზე, ჯარისკაც თორნიკეზე, იქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ აღმოაჩენ, თუმცა ერთი დეკლარაცია მინიმუმ ბატონ რიჟვაძეს შევსებული არ აქვს, იმიტომ რომ შევსებული არ აქვს კი რა, შესაძლოა შევსებული აქვს, მაგრამ საჯარო არ არის, ანტიკორუფციული ბიურო არ აქვეყნებს ამ რიგითი რიჟვაძის დეკლარაციას ბოლო ხანებია და პრინციპში არც არავისას სხვადასხვა ყურიდან მოთრეული მიზეზის გამო. ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე ვთქვათ, სად არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი? კობახიძე წამოუწდა კინაღამის სად იქნება, მეთქი ამას კი ვიკითხავ. დიახ, სად არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც სხვათა შორის დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს, მათ შორის სახელმწიფო ბორტის, სახელმწიფო თვითმფრინავის სარგებლობა, ოღონდ დაფიქსირებული აქვს ასე, რომ ვითომ და თუნებავთ დაუჯეროთ მას ფული აჩუქა იმისთვის, რომ შვილი გაეგზავნა შეერთებულ შტატებში და ეს შვილი პრაქტიკულად მარტო ყოფილიყო ბორტზე, სახელმწიფო თვითმფრინავი იქირავეს, იცით თქვენ ღარიბაშვილებმა, იმ ხანად პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და გაუშვეს შვილი, ღარიბაშვილის შვილი იგულისხმება შეერთებულ შტატებში. მამამ მაჩუქაო ფულიო მას ამბობს და დეკლარაციაში, რომელიც მას ბოლოს აქვს შევსებული, არც ის არ გამოიყურება მაინც და მაინც ბრგედ და მაინც და მაინც მდიდარ კაცად, თუმცა ცოტა ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს და კერძოდ ახლა ჩავიკითხავ 2020 წლის სტატიას გამოქვეყნებულს რადიო თავისუფლებაზე, აი რადიო თავისუფლებაზე, რომელსაც პაპუაშვილი ხშირად ებრძვის, ხშირად ახსენებს და ებრძვის კიდეც და ებრძვის და ახსენებს სწორედ იმიტომ კონკრეტულად ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომ ემანდ მასაც არ ამოუგდოს რომელიღაც ეტაპზე კომპეტენტურმა მედიამ ცალკეული
უცნაურობები მეთქი, ასე ვიტყვი. Იცით თქვენ რომ ვიდრე სტატიის ამონარიდებს გაგაცნობდეთ, იცით თქვენ რომ განსაკუთრებული ლტოლვავნება აქვს, გსმენიათ ალბათ, ბატონ ღარიბაშვილს რიგით, ირაკლი ღარიბაშვილს, ქართული ოცნების ჯარისკაცად დარჩენილ ირაკლი ღარიბაშვილს, ოღონდ პოლიტიკიდან წასულ ირაკლი ღარიბაშვილს საათების, მაჯის საათების მიმართ. კი, მისი ქონებრივი დეკლარაცია მოგზაურობულად გამოიყურება და უმრავლეს შემთხვევაში წერია რომ მშობლები ჩუქნიან გარკვეულ შემთხვევებში ფულს, ერთი მაგალითი დაგისახელეთ და სხვა მაგალითებიც არსებობს ამისა და ეს მშობელს ერთ მშობელ მამას სასახლავით ხელში დადის ვენახში, ხო, სასახლავით და ხელში დადის ვენახში მშობელი მამა ირაკლი ღარიბაშვილის საკალაქტიონი რატო გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ იმიტომ რომ მას მეღვინეობა აქვს და იმ მეღვინეობაში ღარიბაშვილი და კომპანია ქვია თუ არ ვწდები, რაღაც 50%-იანი წილის ფლობელია, მესმის, ძალიან სარფიანი ბიზნესია, მაგრამ აი რაცხა, ესე უნდა თქვა, დიდად არ ბსმენია, მე ღვინის მოყვარულ კაცს, რა ბსმენია, მაგრამ არ დამიგემოვნებია, მოკლედ მაინც ასე ვიტყვი, ღარიბაშვილის ოჯახში წარმოებული ღვინო, დარწმუნებული ვარ, კარგ ღვინოს აწარმოებენ, განა არა. ხო და ირაკლი, იცით თქვენ რომ ირაკლის რიგით ირაკლის ჯარისკაც ირაკლის პოლიტიკიდან წასულ ირაკლის მაჯის საათების მიმართ აქვს ფეტიში მეთქი ეს აღნიშნე კიდეც 2020 წელს რადიო თავისუფლება აქვეყნებს სტატიას ცალკეული ამონარიდები აი ესე შევარჩევ და ჩავფურცლავ და გეტყვით ხოლმე. უყურეთ აღმოაჩინა რადიო თავისუფლება რომ 12 მარტს თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გარეშე გამარტივებული წესით კარგით ეს არ არის საინტერესო უშუალოდ მის საათებზე გადავალ თავდაცვის მინისტრის როლექსი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე ფოტომასალაც ახლავს ანუ არ ვიგონებ რადიო თავისუფლება მით უფრო არ იგონებს მინისტრის უახლოეს ფოტოებში მას მაჯაზე შეამჩნევთ როლექსის ფირმის Daytonas მოდელის საათს ფოტოებზე ჩანს რომ ეს საათი ღარიბაშვილს უკეთია როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე ასევე გაგიგვირდებათ და რთველში როგორც ჩანს იქ სადაც მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში Rolex Daytona ფოლადისაგან დამზადებული მექანიკური საათია რომელსაც აქვს ავტომატური მომართვის ფუნქცია ამ საათის ღირებულება $30,000 საჭარბებს არაფერია მამა აჩუქებდა რასაკვირველია დიდარი მამა სასხლავით ხელში რო დადის ვენახში $30,000 საათს სოფლიოში პოპულარული მოდელია ეს Daytona მას სხვადასხვა ვერსიას სოფლიოს ცნობილი და მდიდარი ადამიანები ატარებენ ოღონდ თეთრი ოქროსაგან დამზადებული ვერსია აქვს მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ვარდისფერი ოქროს Daytonas ატარებს დიზაინერი ვიქტორია ბეკჰემი, დევიდ ბეკჰემის მეუღლე. ირაკლი ღარიბა ხო, ეხლა გადავახვიოთ $30,000-იანზე ნუ ჩავისიკლებით მაინც და მაინც ხო, რა არის ეხლა რას მეწვრილმა ნეობ მეც. ეხლა ღარიბაშვილს ქონია, ბევრია ხო არ იცის ამ სტატიის არსებობის თაობაზე. პატეკ ფილიპი, მე პირველად მესმის უვიც ამ ამბავში. ეს არის ღარიბაშვილის 2000 კადრიო უკაცრავად 2014 წლის პრესკონფერენციიდან, არ ვიცი ამდენად კარგად ჩანს, ახალგაზრდა, რიგითი ჯარისკაცი ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინ პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილი ათეულობით ჟურნალისტ 3 საათი ესაუბრა ნეპოტიზმი, კორუფციას, ღარიბის დაძლევა, რაზე არის ისაუბრებდა პატივცემული, პენსიების ზრდაზეც ისაუბრაო წერს რადიო თავისუფლება. ამ დღეს ღარიბაშვილს მაჯაზე დაახლოებით $100,000-იანი არა დეკლარირებული, ოღონდ მართლაც ასეა, რომ მის დეკლარაციებს რო ჩახედა ვერ აღმოაჩენ ამ საათებს პრაქტიკულად ვერცერც $100,000-იანი არა დეკლარირებული საათი. ეკეთა შენ გენაცვალე. პატეკ ფილიპი უკაცრავად Grand Complexion-ი, კოდი 5159R, სპეციალისტები, ვისაც ფოტოები აჩვენა რადიო თავისუფლებამ, ამბობენ რომ ეს არის ზუსტი მოდელი საათისა, რომელიც ღარიბაშვილს 2014 წლის 4 ივნისის პრესკონფერენციაზე ეკეთა. მისი საბაზრო ღირებულება $98,000
დოლარია 2014 წელს. ახლა აღაძვირებულის იქნება. თუ გაუჭირდა ბატონი ირაკლი გაყიდის. ხო, უკასრავად ამას ქონია დასაყრესის შესაბნევი, როგორც მივხვდები აი აქ. ხო? ალიგატორის ტყავისაგან დამზადებული და კრავს ეს. თავარი ღირსება მისი არის კალენდარი. თხელ კორპუსში ერთდროულად უჩვენებს სრულ კალენდარს, არჩეულებრივია, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად ნაკიან წელიწადებსაც ითვლის. ვარა, კარგი მაგარი რამე იქნება რა. პატეკ ფილიპი საათების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდის 5-ეულში შედის. ეგრა მაგის პასუხია და უკასრავად ღარიბაშვილს ქონია 2 საათი ბრენდი ბრეგე. ღარიბაშვილის კიდე 2 საათი აქვს, სოფლიოს 5 ღარიბაშვილს კიდე 2 საათი აქვს. სოფლიოს 5-ეულში შემავალი ცნობილი ბრენდისა ბრეგე. ერთი ბრეგე კლასიკა, მისი ონლაინ დაახლოებით 20,000-ია, თბილისში იყიდება 55,000-ზე მეტი ხილს, ცოტა ადრინდელი ინფორმაცია, ალბათ ახლა უფრო მეტი, მოდელი მექანიკურია. ხოლო კიდევ ერთ ფოტოზე ბრეგეს კიდევ ერთი საათი ბრეგე მარინია. აღბეჭდილი, აქაც სხვათა შორის რადიო თავისუფლება ფოტო მასალასაც ურთავს. ფოლადისა, მექანიკურია და 16,000 მეცვრილმანდები ახლა. ღარიბაშვილის 16,000 დოლარი ღირსო. შაფჰაუზენები. მე არაფერი არ ვიცი. ამიტომ ცოტა მიჭირს წარმოთქმაც კი. ყოფილი პრემიერისა და ახლანდელ თავდაცვის მინისტრ, თავდაცვის მინისტრობის პერიოდშია. IWC-ის ბრენდის საათები, რომლებიც საქართველოს დიდი პოპულარობით სარგებლობს. და 18 კარატიანი ვარდისფერი ოქროსაგან არის დამზადებული პორტფოლი მოდელი პორტოფინო 12,000 დოლარიანი და ასე შემდეგ 19,600 დოლარიანი. ღარიბაშვილის მეუღლეს ქონია ომეგა დე კარტიე, რომელიც ასევე ფოტო დასტური არსებობს, რომელიც 18 კარატიანი ოქროსაგან დამზადებულ ბუდეში ჩასმული 34 ბიცალი ბრილიანტი აქვს. აქ ალიგატორის ტყავისა, ეს ალიგატორის ტყავი ეთქობა რაღაცა არის, ხო? 8,600 ევრო, 6,000 ევრო და კარიერაზე ვერ ეგარ. მოკლედ, რატო უყვები ამას? საბოლოო ჯამში ხარ ამდენი ყურადღება დაუთმე ჯერ რიგით თორდიკეს და მერე რიგით ირაკლის. ესენი დეკლარაციაში ხშირ შემთხვევაში არ ასახავენ იმ ქონებას, რომელიცაც რეალურად ფლობენ და ეს დეკლარაციები, რომლებსაც იბარებს ანტიკორუფციული საბჭო და წესით უნდა აქვეყნებდეს და არ აქვეყნებს მიზეზთა გამო, უნდა იყოს საჯარო პირველ ყოვლისა და არ უნდა იყოს ფარსი და ფარსი და ტყუილი და მხოლოდ გამოქვეყნებისთვის. ბიზინა ივანიშვილმაც კი 2013-14 წლებში როცა გამოაქვეყნა, რომ დააჯამო დაახლოებით 1 მილიარდის ქონება აღბეჭდილი და არ არის მაგალითად შესული იმ დეკლარაციებში, ჩემს მიერ ხსენებული და თქვენთვის ცნობილი მის მიერ შეძენილი შესანიშნავი ტილო პაბლო პიკასოსი დორა მარი კატით. არც ერთ დეკლარაციაში, არც 13 და არც 14 წლებისა ეს სტილო არ მოხვდა, არა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბატონი ბიზინა კოლექციონერია და კოლექციას ამშვენებს სწორედ პიკასოს ეს შედევრი და კარგი იქნებოდა, რომ მას ეს შეეტანა. მის კვალს მიხვებიან რიგითები, ღარიბაშვილი იქნება ეს რიჟვაზე თუ სხვები და სხვები, რომლებიც ფორმალურად და მხოლოდ ფორმალურად აქვეყნებენ აქვეყნებდნენ დეკლარაციებს, აბარებდნენ დეკლარაციებს, ჩაწერდნენ ხოლმე ქონების სავის მე-20-ს, 30-ს და აი რეალურ ქონებას კი მალავდნენ, ფარავდნენ. აგე ღარიბაშვილს არც ერთი საათი, რომელთა ჯამური ღირებულებას ღმერთმა უწყის რამდენია და შესაძლოა მამამ აჩუქა ის ფული, მაგრამ მამამ რომ აჩუქა, მდიდარმა სასხლავით ხელში რომ დადის ვენახში იმ მამამ, რომლის ღვინოთ ჩვენ არ გაგვისინჯავს, ეგრე მაგის პასუხია კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს მაინც უნდა დაეფიქსირებინა ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ რიჟვაძესაც, რომელიც მოგზალებულად ამბობს თავის ბოლო დეკლარაციაში შევსებულში გასულ წელს, რომ სულ რაღაც 68 კვადრატული მეტრი ბინის მფლობელია დედაქალაქ თბილისში. ეხლა დავსვავ კითხვას სხვაგვარს. ვინ იქნება შემდეგი რიგითი ჯარისკაცი ქართული ოცნების, ანუ რო გავამარტივოთ და სხვაგვარად რო დავსვა კითხვა, ვინ აპირებს რომ გაუყვეს კვალს ირაკლი ღარიბაშვილისა, თორდიკე რიჟვაზისა და კიდევ ბევრი იმ ან რამდენიმე იმ ჩინოსანისა,
რომელთა გვარსახელებით შესაძლოა ასე პირდაპირ არ გვახსენდება. აქ ლილუაშვილს არ გულისხმობ, ლილუაშვილს მაინც შესთავაზეს რაღაც თანამდებობა, მე ფორმალურად ასეა ვერ მოილაპარაკეს და ისე გავიდა. სად მიდიან რიგითები? არც არსად. ისინი ზინა ივანიშვილთან ჩემი ინფორმაციით, მათ შორის ბარც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არ არის კავშირზე, მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცი, რომ ისინი ვერ გადიან ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი და მწველი სურვილი აქვთ. სად მიდიან ეს ერთი ამბავია და კიდე მეორე ამბავია, ვინ იქნებიან ის შემდეგი რიგითები? აკი ვიკითხე კიდეც, ვინც გაუყვება რიჟვაზისა და ღარიბაშვილის კვალს. აი, მეგეთყვით, ვინ იქნება ერთ-ერთი, მაღალი ალბათობით, მაინც ასე ვთქვათ, ეს არის ბატონი კალაძე. კახა კალაძე, დედაქალაქის მერი, რომელსაც ფორმალურად მობეზრდა დედაქალაქის მერობა, იმიტომ რომ ეს მართლა შრომატევადი სამუშაოა და სხვა რაღაცეების გაკეთება უნდა, მაგრამ კალაძეს ღარიბაშვილის არ იყოს, კალაძეს რიჟვაზის არ იყოს, რიგით ჯარისკაცად გადასვლა უნდა მათ შორის, იმიტომ რომ როგორღაც მოახერხოს და უკაცრავად სიტყვისთვის დაეთესოს, დაუტყდეს იმ მოსალოდნელ სანქციებს, რომლებიც დამოკლეს מחვილივით დაეკიდება არა მხოლოდ კალაძის, არამედ ყველა იმ პირის თავს, ვინც ამ რეჟიმს ქმნის, ამაგრებს, ვინც ამ რეჟიმის სახია და არა მხოლოდ მათ, არამედ მართლა რიგითებსაც, რომლებიც რიგითები იყვნენ და რიგითებად დარჩებიან და 3-5 ლარზე მუშაობენ, გაფორმებულნი არიან ამა თუ იმ სიფში, თუ ამა თუ იმ სამთავრობო უწყებაში, სამსახურშიც არ დადიან, 5,000 ლარს იჯიბავენ, მაგრამ პირობითად 5,000 ლარს, მაქსიმუმ 5,000 ლარს და ამ ხელისუფლების გაправებით არიან დაკავებულნი თუ სოციალურ ქსელში და თუ მეინსტრიმ მედიაში. ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტებს უფრო გულისხმობ, სიმართლე გითხრათ, რომლებიც უხვად ხავს, აი მაგალითად ვინმე ან ჯაფარიძე, ვინმე. ან სხვები და სხვები, რომელთა კვალიფიკაცია ასეთი სიტყვა არსებობს. ცოტა არ ვიცი რა ნერი სიტყვა. მოკლედ ზედაპირის, აი ასფალტს ქვემოთაა ესე ამბობენ, მოკლედ ძალიან დაბალია. ნებისმიერ იმ საკითხში, რომელშიც ისინი პოზიციონირებენ. და კომენტარებს აკეთებენ. მაგრამ ამათ გარდა არის რაღაც მთელი არმია ეგრეთ წოდებული ექსპერტებისა, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ ხოლმე და შავზე თეთრს, ან მწვანეზე ყვითელს, კიდე რაღაც საერთო აქვს მწვანეზე და ყვითელს, მწვანეზე წითელს ამტკიცებენ. ხო, სად მიდიან ისინი და კალაძე ალბათ მთავარი პირია მათ შორის, ვინც დედაქალაქის მერობიდან ჩამოქვეითდება პარტიის რიგით ჯარისკაცად, ქვეყნის რიგით ჯარისკაცი ვიქნებიო ან პარტიისო ამას იტყვის და წავა და ვინ მოდის, ვინ მოვა მაღალი ალბათობით, ვისზეა საუბარი პოლიტიკურ საბჭოში, ვისზე და ნოშიკო ნამორაძეზე, რომელზეც მქონდა რეპლიკები რამდენიმე ხნის წინ და ახლა მასზე აღარ ჩავისიკლები იმ ნოშიკო ნამორაძეზე, რომელსაც დედაქალაქის ცენტრში მის კომპანიას უფრო ზუსტი რომ იყო საკმაოდ დიდი ქონება, ერგო გადაუფორმეს, მოიგო, თუნდაც ასე ვიტყვი, მისმა კომპანიამ, რა ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნოშიკოც არის იმ დიდი სქემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელიც თავად ზინა ივანიშვილმა შექმნა და ახლა ფავორიტია. დროებით რასაკვირველია, როგორც იყო თავის დროზე ფავორიტი ნებისმიერი ის, ვინც რიგითად იქცა. მოკლედ კალაძეს გახდება მეთქი, ასე ვამბობ, აგითხარით, რიგითი ჯარისკაცი. და კალაძესაც მაღალი ალბათობით ღარიბაშვილისა და რიჟვაძის არ იყოს, შესაძლოა სულაც არ მისცენ დაუბრუნონ ის დიპლომატიური და საზღვარგარეთის პასპორტი, რომლითაც სარგებლობა მას ოხრა მეტად და ოხრა ძალიან სურს უნდა სწადია მას და მის არჩევლური მეუღლეს. ირღვევა რეალურად ქართული ოცნება. შემორღვევის სტადიაშია ქართული ოცნება, პარემ ამასაც ვიტყვი. შემორღვევის სტადიაშია, იმიტომ რომ ბზარები ჩნდება თუ აქამდე იყო ირაკლი ღარიბაშვილი ან თორნიკე რიჟვაძე,
მისაღები კაცი დღეს რაღაცო არ არის. იმიტომ ხო არა, რომ თავად ამ ორ პირს ქონდა აქვს პრობლემა ცენტრალურ მმართველობასთან, ირაკლი კობახიძის ბანდასთან, მეთქი ასე ვიტყვი და ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს და ჯერჯერობით ეს რაუნდი ღარიბაშვილს ასე მაგალითად მოუგო განა არა ირაკლი კობახიძემ, მაგრამ როდემდე იყუჩებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩაატოვეს როგორც ჩანს ქვეყანაში და შესაძლოა მამასთან ერთად სასხლავით ხელში ვიხილოთ ღარიბაშვილების ვენახში. ასე უნდა ვთქვა. ბარემ ვიტყვი იმასაც, რომ პარტიის ყრილობა ამ უგვანებმა 7 მაისს ჩანიშნეს. 7 მაისს ალბათ აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს. ალბათ ეს ახალი თავმჯდომარე თვით ირაკლი კობახიძე იქნება. დროებითი ამბავია ესეც, რომ ვიცოდეთ, დაიშლება ეს პარტია ადრე თუ გვიან. სხვადასხვა ამით მათ სურთ, რომ გადაფარონ გაგიქვირდებათ და გადაფარონ ხო ამდენად ეჯიბრებიან არ ვიცი, მაგრამ თავარ ნიუსად აქციონს სწორედ პარტიის თავმჯდომარედ ვინმეს და ალბათ უფრო ირაკლი კობახიძის არჩევა და არა ის ამბავი, რომ სწორედ 7 მაისს მაღალი ალბათობით აირჩევა რომის ახალი პაპი. არა, მე არ წინასწარ მეტყველებ, რომ მაინც და მაინც 7-ში დამთავრდება კონკლავი მეთქი, ამას არ ვამბობ. იმას არ ვამბობ, რომ თეთრი ბოლი ამოვა საკვამურიდან მაინც და მაინც 7-ში, მაგრამ აი ცოტა სიგიჟეს კი ჰგავს. სხვათა შორის ეს ამბავი კონკლავისა, რომის პაპის არჩევისა, ხო ნამდვილად გადაფარავს 9 მაისს დაგეგმილ ზარზეიმით მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს. 80 წელი გადის ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომიდან და სამწუხაროდ 20 თუ 25 ქვეყნის ლიდერი ჩადის პუტინთან. მათ შორის ევროპული სახელმწიფო, 1 თუ 2 ევროპული სახელმწიფოს ლიდერიც კი. კიდევ რა მინდოდა მეთქვა და ამასობაში კიდევ იმის ხმა მინდა, რომ სანქციებზე რაღა ივისაუბრე, ვიტყვი ორ სიტყვასაც, უახლოეს ხანებში მოდის ვიხდი, რომ მას შემეშალოს როდის, 1 წამი მინდა. ჩემმა მეუღლემ კოდი დაადო რატომღაცამ ჩემს ტელეფონს და მოდიში, ეხლა ვეკეთყვით, როდის რომ არ შემეშალოს, ესე იგი როგორც ვაშინგტონში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტი ალექს რაფოგლუ წერს, მომავალ კვირას ეს პერიოდი ემთხვევა სწორედ, მოხდება მეგობარი აქტის განხილვა და კენჭისხრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე. ვაი, რომ თორნიკე რიჟვაძე მაღალი ალბათობით არ მოხდება დასანქცირებულთა სიაში, თუმცა რატომაც არა. მეორე მხრივ რატომ არა, ეხა რაც ვოდიალობ მეც დაინდობს ვინმე თორნიკე რიჟვაძე რიგით ჯარისკაც თუ ირაკლი ღარიბაშვილს დაინდობს ვინმე ესოდენ დიდ მოყვარულს $100,000 საათებისა, რომელიც სასხლავით ხელში მყოფ მამასთან ერთად არის ახლა შუბლიდან ოფლს იწმენს და ოხრავს რა დღეში ჩავარდი მე ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ მინისტრიო. მე ესეთი ერთგული მსახური ბიზინა ივანიშვილისაო, იმ თმაფუჩეჩა ირაკლი კობახიძემ როგორ მომიგო და როცა განმარტოვდება ხოლმე, შესაძლოა ბალიშზეც დებს თავს, არა, ბალიშზე ნამდვილად დებს თავს და ბალიშზე შესაძლოა საკუთარი თავის მისამართით წასწდება ხოლმე სიტყვა სახური კი არა, მე როგორ გამწირეს მე მონა ბიზინა ივანიშვილისა. ამას თუ ამბობს, ესეც არ არის ინდულგენცია, მაგრამ არც არაფერი. ნახვამდის.